Facebook-ის 230 ყალბი ანგარიში ქართული ოცნების სამსახურში. მხარდამჭერთა პროფილები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. ადამიანები, რომლებიც უწონებენ ირაკლი კობახიძეს განცხადებებს, არ არსებობენ. მათი ფოტოებიც და Facebook-ის გვერდები მთლიანად ხელოვნური ინტელექტის ნამუშევარია. 12 აგვისტოს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რომლის მთავარი თემა საქართველოში რუსოფობიის გაძლიერება იყო. 2008 წლის ომი კი კობახიძემ Deep State-ს დაუკავშირა. ვინ მოუწონა ეს განცხადებები კობახიძეს? მითების დეტექტორმა მათი პროფილები შეისწავლა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც გამოიკვეთა. ხდება ფოტოებისა და კომპოზიციის დუბლირება. ანგარიშების ნაწილი იყენებს იდენტურ ან ერთმანეთთან ძალიან მსგავს ფოტოებს, მათ შორის ერთსა და იმავე ფოტოს მცირე ცვლილებებით. ხდება თბილისის ფონზე, ყავის ან ღვინის ჭიქით, თავზე შემოდებული ხელით ან მსგავსი კომპოზიციით გადაღებული ერთგვაროვანი ესთეტიკის ფოტოები. მხარდაჭერა ხელოვნურად შექმნილი სოციალური მრავალფეროვნების ხარჯზე ხდება. ქსელი სხვადასხვა ასაკის, გარეგნობისა და ინტერესის მქონე ადამიანების მხარდაჭერის შთაბეჭდილებას ქმნის. ახალგაზრდა და ასაკოვანი, კონსერვატიული და ალტერნატიული, რელიგიური, ოჯახური, სპორტული და დასვენებაზე ორიენტირებული პროფილებით. პროფილების სანდოობის გასაზრდელად AI გენერირებული ანგარიშები რეალურ სამუშაო ადგილებს და სასწავლებლებს უთითებენ. პროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებელი და სამუშაო ადგილი, მათ შორის თბილ სერვისი, საქართველოში არსებული სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური სამსახურები. ყალბი ანგარიშებით მანიპულირებას ოპოზიციაც გამოეხმაურა. ქართული ოცნების ოპონენტების შეფასებით ეს კვლევა კარგად აჩვენებს მართველი გუნდის სახეს. ომის დაწყებიდან 18 წლის თავზე ქართული ოცნება ირაკლი კობახიძის პირით საუბრობს რუსოფობიაზე, როგორც საქართველოს მთავარ პრობლემაზე. ამ ტყუილის სინამდვილედ გასაღების პროპაგანდაში, როგორც აღმოჩნდა, ჩართული ყოფილა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი Facebook გვერდები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნება არის რუსეთის წაგრძელებული ხელი, ხოლო კობახიძე რუსეთის მოლაპარაკე პირი. ტროლები, ბოტები, აი ეს ტროლ ქარხნები არის მათი ხელწერა. სხვანაირად ისინი ვეღარ მართავენ ამ ქვეყანას, შიშის პოლიტიკა და სიმულაცია იმ მძიმე რეალობის, რომელიც არის ქვეყანაში და რომელიც შექმნა იმაში. ყალბი ანგარიშების შესწავლის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ერთი და იგივე ვიზუალის ფოტოს რამდენიმე მომხმარებელი იყენებს. შესაბამისად, ფოტო იდენტურია, თუმცა შეცვლილია სახელი და გვარი. ზოგიერთი ანგარიშის პროფილის ფოტოებში ეკლესიაა გამოყენებული. ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია პროფილის რელიგიურ და კონსერვატიულ იდენტობაზე. ზოგიერთი ანგარიშის მეტი სანდოობისთვის გვერდზე ოჯახური იდილიის ფოტოები დევს. შეგხვდებათ დასვენებისა და სპორტული აქტივობის ამსახველი კადრებიც, რომლებიც ასევე ხელოვნურად არის გენერირებული. ყალბი ანგარიშები ასაკობრივი ნიშნითაც არის დივერსიფიცირებული, სადაც საშუალო ასაკის ქალებთან ერთად ახალგაზრდებსაც შეხვდებით. გამოვლინდა ასევე პროფილები, რომლებიც ალტერნატიული სტილის მქონე ახალგაზრდებს განასახიერებენ. ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებების ამომცნობი ხელსაწყოს საშუალებით გაირკვა, რომ 230-ვე პროფილის ფოტო 90%-ზე მეტი ალბათობით სწორედ AI-ის გენერირებულია. რამდენიმე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მათ შორის ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმები და გარკვეული დეფორმაციები ვიზუალური დაკვირვებითაც ჩანს.